მოგესალმებით. ახლა გავაკეთებ საჯარო განშლას თქვენთვის ესეთ შეკითხვაზე, რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე? რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად და თუ აპირებს რაიმე მოქმედების განხორციელებას თქვენთან ურთიერთობაში. მე ახლა ვფიქრობ, რომ გამოვიყენო ეს დასტა. მანამდე მოგიხდით მადლობას თქვენი აქტიურობისთვის, თქვენი დობისთვის. ყოველდღიურად ვხედავ როგორ მემატება გამომწერები, ლაიქები, კომენტარები და ძალიან მადლიერი ვარ ამ ყველაფრისთვის და ყველაზე მთავარი დობისთვის. კარგით, ახლა დავიწყოთ. პირველი, მეორე და მესამე. გადავით. და იდეკლოსი ძალიან მეორე და მესამე. კონსენსუსის პრობლემა. კარგი, მოდი იცი რა გავაკეთოთ. სად მაქვს ელემენტი? ეს იყოს მესამე ვარიანტისთვის, რომ უფრო გამოჩნდეს, მესამე ვარიანტი, მეორე ვარიანტი და პირველი ვარიანტი. ასე ხო ნამდვილად ჩანს პირველი, მეორე და მესამე. თუ გერჩეთ, მე დავიწყებ ახლა ნელ-ნელა, ცოტა ხანი გავწევა. მეორე და მესამე ვარიანტს და ჩვენ დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ჩაფიქრებული პიროვნების თქვენს მიმართ დამოკიდებულება. ზოგადად ამ ადამიანის თქვენს მიმართ დამოკიდებულება არის ძალიან სტაბილური. ერთხელ რომ რაღაც შთაბეჭდილება და განწყობა შეექმნა, თითქოს იმის მერე არ შეცვლილა მისი განწყობა და დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. საერთოდ მგონია რომ არის ძალიან დინჯი ხასიათის ადამიანი და რთულად იცვლის ხოლმე აზრს და წარმოდგენებს ნებისმიერ საკითხზე და თქვენთან მიმართებაშიც ეგეთი განწყობა აქვს, რომ ერთხელ რაღაც შთაბეჭდილება დარჩოს, სულ ეგეთი გონი ხართ და ეხლა გავარკვიოთ როგორი განწყობა აქვს, ხო? და ისე სხვათა შორის შეიძლება ეს იყოს კარგად ძველი ნაცნობი ან ადამიანი ზოგადად თქვენ ცხოვრებაში მაინც და მაინც ეს ახალი ადამიანი არ უნდა იყოს. კარგი, პირველი ვარიანტი. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რა დამოკიდებულება და განწყობა აქვს და აქ კარტები მიტრიალდება, მიხდება დასტიდან და რა დამოკიდებულება აქვს თქვენს ჩაფიქრებულს. რა დამოკიდებულება აქვს ადამიანს თქვენთან მიმართებაში და დავიწყოთ იქით, რომ შეიძლება ეს ადამიანი თქვენზე რაღაც საჯარო გაშლებს უსმენდეს ხოლმე, ან თუ თვითონ შეუძლია გამოიყენოს ტარო, ყავა, ანუ რაღაც მანტიკის საშუალებები თუ იცის, შეიძლება თქვენზე რაღაც კითხვებს უსვავს ხოლმე, ან ეს საჯარო გაშლებს უყურებს ხოლმე თქვენზე. ზოგადად მისი განწყობა თქვენთან მიმართებაში უფრო მეტად არის პოზიტიური და კეთილგანწყობილი. არ გამოვრიცხავ იმას, რომ თქვენთან რაღაც საერთო საქმის კეთების სურვილი ჰქონდეს. თითქოს ესეც შეიძლება რომ დავუშვათ, რომ რაღაც კონკრეტული საქმე თუ საკითხი, რაც ორივესთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო რაღაცა ერთად აკეთოთ. მაგრამ თითქოს თქვენთან ურთიერთობაში ეს ადამიანი აწყდება რაღაც გარკვეულ სირთულეებს. არის რაღაც, რაც მისთვის ძალიან რთულია. შეიძლება თქვენამდე მოსვლა, ან თვითონ თქვენი პიროვნება. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის თქვენს მიმართ მოტივები უფრო მგონია რომ არის დადებითი და კეთილგანწყობილი, მაგრამ
აი რაღაცა რაღაც არის, რაც აი შინაგანად აბრკოლებს ამ ადამიანს. აი ისურვებდა თქვენთან საკმაოდ ისეთი ახლო, უფრო გახსნილი, უფრო ჰარმონიული ურთიერთობის ქონას, მაგრამ თითქოს თავის თავს ამით გამოხატვის უფლებას არ აძლევს. თითქოს თავის ემოციებს კეტავს, ყინავს. მოდი ვიკითხოთ, რატო იქცევა ეს ადამიანი ესე, რატო მალავს თუ ჩქმალავს თავის შინაგან ნამდვილ განწყობას თქვენთან მიმართებაში. რატო არ გაჩვენებთ იმ თბილ და ნაზ ემოციებს, რასაც რეალურად განიცდის? იმიტომ რომ იმიტომ იქცევა ეს ადამიანი ასე, რომ თითქოს თქვენში ხედავს იმას, რომ ძალიან შრომის მოყვარე ადამიანი ხართ, ძალიან ორიენტირებული თქვენს სამუშაოზე, საქმეზე, რასაც აკეთებთ და თითქოს არის რაღაც ისეთი შეიძლება მისთვის სათანადო დრო და ყურადღება ვერასდროს ვერ გამონახეთ. შეიძლება ამ ადამიანმა სცადა პატარ-პატარა ნაბიჯებით თქვენთან მოახლოვება. მაგრამ იმდენად დაკავებული იყავით, რომ ვერც კი შეამჩნიეთ, რომ ამ ადამიანმა რაღაც ნაბიჯი გადმოდგა. თუმცა მისი ნაბიჯები ესე ძალიან გამოხატული და ძალიან პირდაპირი არასდროს არ ყოფილა, მაინც და მაინც. მაგრამ რაღაცა სცადა და მისი მხრიდან ეს მცირედით ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ იმდენად თავშეკავებული ადამიანია, რომ აი ეგეც გონია რომ რაღაცა ძალიან დიდი საქმე გააკეთა და მაგის იქით ეს ადამიანი მეტ ინიციატივას ვეღარ გამოიჩენს, იმიტომ რომ ეგეთი ბუნების ადამიანი და აი ეს პატარა ცდილობაც რომ უყურადღებოთ დარჩა თქვენი მხრიდან და თქვენ რომ ამას არც აყევით და არც ყურადღება არ მიაქციეთ და რომ ვერც შეამჩნიეთ, აი თითქოს ეს ადამიანი უფრო ჩაკეტა და შეიძლება ჩათვალო რომ თქვენთვის საინტერესო არ იყო. ანუ რაღაც აი ვერც კი, ანუ რაღაცა ეტაპზე თქვენს ადამიანი ვერ შეამჩნიეთ. არა და იყო თქვენს გარემოცვაში თუ თქვენს გვერდით თუ რაღაც, ანუ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, რომ შანსი და პერსპექტივა არსებობდა, რომ რაღაც გამოსულიყო და დაწყებულიყო თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ნუ რაღაცა აი ხელიდან გაშვებული შანსების ამბავი და სხვათა შორის აი ძალიან წამოვიდა ეხლა ეს ინფორმაცია, აი ყველა არკანში, აბსოლუტურად ყველა არკანში შეხედათ, ანუ ეს ქურუმი ქალი კი არა, მაგრამ აქ უყურებს ეს კატა. ეხლა შემდეგ არკანში აქ ეს წყვილი კი არა, მაგრამ ამ წყულს უყურებს ეს გედი თუ იხვი თუ რაც არის. აქაც ეს ორი ადამიანი მუშაობს და უყურებს ეს წერო. აქაც მთელი ოჯახობაა და აი აქ შიტი აკვირდება აი ამ ოჯახს. ნუ აი კიდე სად არის? აქაც ეს ქალი მუშაობს და შიტი აკვირდება. ანუ გაკვირდებათ ეს ადამიანი შორიდან, პირდაპირ გითხრათ. აი ეხლა უცებ ყოველგვარი ტაროს არკანების შინაარსის და ყოველგვარი ინტუიციის გარეშე ზოგჯერ უბრალოდ პირდაპირ უნდა მიიღო ეს მოსემულობა, რასაც დასტა გაძლევს და არ ვიცი, აქაც ქალი ზის და აქედან ეს მტრედი აკვირდება, ხო, შორიდან, ისე რომ ეს ქალი ამას ვერც ამჩნევს. აქაც ეს ქალი მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს, ეს ჩიტი კი უყურებს, მაგრამ ეს ვერც ამჩნევს. აქაც შეხედეთ, აქ სიუჟეტია და ეს ოფოფიზის აქ ესეც შორიდან უყურებს, ხო? აქაც პატეწინაზე
კაცი შრომობს და ეს ჩიტი შეხედეთ მტრედიზის არ ვიცი ჩანს თუ არა ხო აი აქ მტრედიჯა კიდე რაღაც ჩიტია ზღრუბზე ზიან და აკვირდებენ ამ კაცის შრომას ანუ რასაც არ უნდა აკეთებდეთ ამ ადამიანმა თითქმის ყველაფერი იცის თქვენს შესახებ მუდმივად გიყურებთ მუდმივად გაკვირდებათ შორიდან მაგრამ აი ვერ ბედავს მოახლოვებას და რაც აბრკოლებს არის ის რაც წეღან გითხარით რომ აი ეს მცდელობა მისი მხრიდან გამოხატული ყურადღება დარჩა შეუმჩნეველი ერთხელ თქვენი მხრიდან და ამ ადამიანს აქ იმის განცდა რომ აი თქვენთვის საინტერესო არ არის და თუ საინტერესო არ ვარ რომ მე ხა რატო შევირცხვენო თავიო თუ პირიო თუ რა ვიცი ხო და რაღაცა მივიდეო რა აი ეგეთი განწყობა აქვს ახლა ამ ადამიანს ხო შეიძლება ბუნებით იყოს მორცხვი და მორიდებული შეიძლება ინტრავერტი იყოს მოდი ვიკითხოთ როგორი ადამიანია რეალურად ეს ვინც ახლა პირველ ვარიანტში გამოჩნდა როგორი ადამიანია მორცხვი კი არ არის ჩემო ლამაზებო ხო მორცხვიც არის მაგრამ თითქოს რაღაც კონფლიქტური გარემო ან თქვენ შორის ან იმ გარემოცვაში სადაც თქვენ იყავით მოკლედ რაღაცა კონფლიქტს გაექცა ეს ადამიანი გაერიდა ზოგადად როგორი ადამიანია და საკმაოდ ემოციური გრძნობიარე შეიძლება რაღაცები მარტივად წყინდეს ძალიან გულთან ახლოს მიქონდეს ყველაფერი და ამ თავისი ემოციური ბუნებიდან გამომდინარე, აი როგორც კი რაღაცა ესეთ დაძაბულ გარემოებებს აწყდება, ეგრევე მიდის რა. ანუ შეიძლება ამას არც ეხებოდეს და ამასთან ამ ადამიანთან მიმართებაში არავის ჰქონდეს პრეტენზია და კონფლიქტი, მაგრამ იმდენად ვერ იტანს აი ამ რაღაც აყალ-მაყალს დაურზავს, რომ უბრალოდ დგება და მიდის. და შეიძლება თქვენ და ეს ადამიანი იყავით ამ რაღაცა საერთო სანაცნობო თუ რაღაც აი ერთ გარემოცვაში და აი იმის მაგივრად თუ თქვენი ურთიერთობა მან დაწყობილიყო და დალაგებულიყო თუ რაღაც აი გამტკიცებული არ ვიცი რაღაც ხო რა მნიშვნელობა აქვს იმის მაგივრად თქვენ აი ეგ შანსი გამოგიყენებინათ და გელაგებინათ თქვენ რაღაცა არ მიაქციეთ სათანადო ყურადღება როგორსაც ეს ადამიანი თulis რომ იმსახურებდა და აი იმაში რომ წავიდა და რომ გაეცალეთ ერთმანეთს ერთხელ всё ანუ და ეს ადამიანი თავისინებით მომბრუნებელი აღარ არის ზოგადად ეგეთი ტიპია რა ვიცი ხა ცუდია თუ კარგია ხა ცუდი და კარგი ადამიანი არ არსებობს ყველას აქვს თავის პლუსები და მინუსები მაგრამ ნუ ეგეთი ადამიანია მაგრამ როგორც ესეთი თქვენი ცხოვრებით ესე შორიდან სულ ინტერესდება ხოლმე მაგრამ ესე რომ თავისით მოგიახლოვდეს და რაღაცა გააკეთოს თქვენთან ურთიერთობის აღდგენისთვის არა ამიტომ ნუ ესეთი ვარიანტი გამოვიდა ან შეიძლება თქვენ მოგხსლოდოთ რაიმე სახის კონფლიქტი რაღაცა ნუ ხა ბევრი ადამიანი მიყურებთ ამიტომ ყველამ თქვენს თავზე მოირგეთ და ყველამ თქვენს თავზე გადაიტანეთ ის ინფორმაცია რასაც გაწვდით ეს იყო პირველ ვარიანტთან მეგელოდებით კომენტარებში ლაიქებში და ეხლა ნელ-ნელა გადავალ მეორე ვარიანტზე თან შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის მიკავშირდებით ნომერზე 511 1491 მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, რა გაღაშღაშებული ვარ. ხო, კაი არავის ხო. მეორე ვარიანტი, ჩაფიქრებული პიროვნება და მისი დამოკიდებულება თქვენთან. ზოგადად ეს ადამიანი კვერთხების პაჟი. ზოგადად ეს ადამიანი თვითონ თავისი ხასიათით, თავისი ბუნებით და გადმომივარდა კიდე ერთი არკანით. დავახასიათოთ. ორივე კარის არკანია. ხო, საკმაოდ მოძრავი, ქაოტური ბუნების ადამიანი შეიძლება იყოს, შეიძლება ბევრს გადაადგილდებოდეს, ბევრს მოძრაობდეს, საკმაოდ ჯიუტი ხასიათი უნდა ჰქონდეს წესით და რიგით ამ ადამიანს. შეიძლება ახალგაზრდა ადამიანია, სადღაც ну, აი 30 წლამდე, უფრო ახალგაზრდა, შეიძლება 25-მდეც. ხო?
მაგრამ იცი რა არის? მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ახალგაზრდაა და გამოცდელი ცხოვრებაში, ბევრ ასპექტში, აი იმდენად მიზანდასახული ადამიანია, რომ აი სწრაფად გადადის ხოლმე ახალ ნაბიჯზე, ახალ ეტაპზე თავის ცხოვრებაში და საერთოდ მგონი რომ არის ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი. შეიძლება სულ ცდილობდეს, რომ ყველაფერი აკეთოს სმარტომ, თვითონ დამოუკიდებლად, თავის რაღაცა ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარების გარეშე და მოკლედ აი მაქსიმალურად ცდილობს, რომ შექმნას თავისი პირადი სივრცე, თავისი რაღაც თუნდაც საქმიანობა რაღაც, სადაც ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა და მოკლედ აი ძალიან ორიენტირებულია იმაზე, რომ ყველაფერი ჰქონდეს თავისი ხელით მოპოვებული. ეხლა ვიკითხოთ ამ ადამიანის თქვენთან მიმართებაში დამოკიდებულება როგორია. მეორე ვარიანტი. თქვენთან მიმართებაში ამ ადამიანის დამოკიდებულება როგორია? ძალიან ბევრს გათვალიერებთ სოციალურ ქსელებში. აი ძალიან ბევრს შორიდან იღურებთ, გაკვირდებათ და რაღაცნაირად ამ ადამიანის განცდაში თითქოს აი ჩავლილი მატარებელივით შეიძლება რომ იყოთ. მაგრამ აი ბოლომდე რომ ვერ გიშვებთ, უბრალოდ ჩავლილი მატარებელი კი არა, ეს ადამიანი ეხლა ესე ფიქრობს და ესე ხედავს, რომ შეიძლება იმ ეტაპზე მიხვედით, რომ რაღაცნაირად დისტანცირდით ამ ადამიანისაგან და მის განცდაში ეხლა ესე ხდება, რომ შეიძლება საერთოდ დაკარგოთ, შეიძლება საერთოდ გაეცალოთ მას და მის ასე ვთქვათ, სივრცეს. რაღაცნაირად აქ განცდა იმისა, რომ თქვენ მას აღარ აქცევთ ისეთ ყურადღებას. კარგი, მოდი ჩავეძიოთ. ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. მეორე ვარიანტი, რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? თქვენთან მიმართებაში. მეორე ვარიანტი. ხომ, აი წაღან გითხარით და ეხლაც მაგის მსგავსი პასუხი ამოვიდა. ისე იგივე ენერგიაში ვტრიალდებით. ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ თქვენ ხელიდან ეცლებით. ვეღარ იღებს იმ ყურადღებას, იმ ენერგიას, რასაც აქამდე თქვენგან იღებდა ხოლმე და აი ამის განცდა, რომ ვაიმე, მგონი ვკარგავ. ადამიანს აძლევს იმის мотиваციას, რომ თქვენამდე მოვიდეს. ადამიანს აქვს ეგეთი ფიქრები, რომ რაღაც მოიმოქმედოს და მოვიდეს თქვენთან, გამოჩნდეს, დაბრუნდეს, შეიძლება სრულიად მოულოდნელად დაბრუნდეს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. ზუსტად მაშინ, როცა საერთოდ არ ელოდებით და შეიძლება საერთოდ არ წარმოგედგინოთ, რომ ეს ადამიანი ახლა ესე 60 მილზე გამოჩნდა. მაგრამ სურვილი აქვს მოქმედების, იმიტომ რომ აი იმდენად დიდი ხანია გყავთ იგნორში, რომ ფიქრობს, რომ უკვე ნამეტანია. კი, ამ ადამიანს რაღაცნაირად მის თანასწორად, მის თვის შესაფერის ადამიანად მიაჩნი ხართ. თითქოს ეს ადამიანი თქვენში ხედავს ადამიანს, რომელიც იმსახურებს მის გვერდით ყოფნას. აი თანასწორი. ხო, რაღაცა ესეთი ის მოდის. აი რაღაცაში გაღიარებთ ეს ადამიანი. მეორე ვარიანტი, რას მეტყვი კიდევ?
აი რაღაცა არ მყოფნის და ვერ ვიგებ რა ვერ ამოვწურე მეორე ვარიანტში, რას მიტყვით. თქვენ შორის დუმილი დასრულდება, აი ეს პაუზა თუ გქონდათ და ამ ადამიანის მხრიდან მე ვფიქრობ, რომ იქნება ნაბიჯი, საკმაოდ დაფიქრებული, გაწონასწორებული, აი მართლა რომ აწონდაწონილი აქვს თითოეული სიტყვა და ძალიან ესე დაფიქრებული, გააზრებული და მიზანმიმართული მოვა ეს ადამიანი თქვენამდე. მოვა იმისთვის, რომ რაღაც გადაწყვიტოთ. თუ რაღაც სადაო საკითხი გქონდათ, რაღაცაზე თუ ვერ თანხმდებოდით, ხო? აი რაღაცა კომპრომისი, კონსენსუსი. აი თითქოს უნდა რაღაც ესეთი გამონახოთ და ადამიანი მოვა იმისთვის, რომ აი რაღაც საზეიმო განწყობა შექმნას, შერიგების განწყობა შექმნას, ხო? თუმცა აი ეს თავისი შინაგანი ეკლები, რაც აქვს ამ ადამიანს, მაინც იქნება, მაგრამ ბევრად უფრო მორბილებული სიტყვები და ბევრად უფრო თბილი დამოკიდებულებით შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ვიდრე ამას აკეთებდა ხოლმე წარსულში. ეს იყო ჩემს მეორე ვარიანტთან, რაც ამ გაშლით შემეძლო რომ მითქვა. და ეხლა გადავალ მესამე ვარიანტზე. მესამე ვიც ჩაიფიქრეთ. თქვენთან რა ხდება? ჩაფიქრებული პიროვნების მართლა ჩაფიქრებული პიროვნების დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში პირდაპირ გეტყვის დასაწყისშივე. არც თუ ისე გულახდილი არ არის ეს ადამიანი, როგორც თქვენ ეს ეხლა შეიძლება რომ წარმოგედგინოთ. იცით როგორ დამოკიდებულებას ვხედავ, რომ ანუ თითქოს უნდა რომ თქვენ გასიამოვნოთ. და ზუსტად იმიტომ, რომ აი თქვენს მოსაწონად მოიქცეს, მალავს თავის ნამდვილ სახეს. აი შეიძლება ეხლა რა გამახსენდა, იცი ეხლა აი ამ არკანზე? აი ფლირტის დროს ახალგაზრდობილი ადამიანი თავის ნამდვილ სახეს რომ მალავს და ისე რომ იქცევა, როგორც გონია რომ შენ შეიძლება მოგეწონოს, ანუ მაგალითად თუ იტყვი რომ მოგწონს ადამიანები, ვისაც მწვანეთ აქ თმები შეღებილი, ანუ წავიდეს და მწვანეთ გადაიღებოს თმები, მაშინ როცა რეალურად შეიძლება ძალიანაც მოსწონდეს თავისი ბუნებრივი თმები. ანუ ეხლა ძალიან უხეში მაგალითია, მაგრამ დაახლოებით ხომ მიხვდით, ანუ ეს ადამიანი ცდილობს თავისი თავი მოგაჩვენოთ ისეთ ადამიანად, რომ აი თითქოს თქვენს კრიტერიუმებში ჯდება ბუნებრივად, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ სხვა ხასიათი აქვს და საერთოდ სხვა ადამიანია, მაგრამ თავს გაჩვენებთ ეგრე, რომ აი თქვენი შექება, თქვენი აღიარება და კეთილგანწყობა მოიპოვოს. მოდი ვიკითხოთ რეალურად როგორია ეს ადამიანი მესამე ვარიანტთან. რეალურად ეს ადამიანი როგორია? მესამე ვარიანტი. რეალურად ეს ადამიანი როგორია? ისე სხვათა შორის შემთხვევითი არ არის თქვენი ურთიერთობა. რაღაც ის გამოვა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, თქვენ რაღაც უნდა ისწავლოთ მისგან. და იცი რა, პირდაპირ გეტყვით, შეიძლება ცუდად ჟღერდეს, ახლა მე მესმის, მაგრამ აი გამოიყენეთ ეს ადამიანი. აი ხო მოდის და თვითონაც ხო ესეთი ტყუილებით იწყებს თქვენთან ურთიერთობას, ხო თქვენ შეიფერეთ რა. ანუ რამდენადაც თვითონ ესე ნაგლობს, უხეშად რომ თქვა თქვენც ადექით და ესე ენაგლეთ. ოღონდ აი თვითონ თუ ესე რაღაც ლაქუცით მოდის, თქვენ კიდე აი გამოიყენეთ.
ძალიან ცუდად შეიძლება ჟღერდეთ, მაგრამ აი ეგ არის პასუხი. ეს ადამიანი მოდის იმისთვის, რომ თქვენ ისწავლოთ ეგეთი მოქცევა, რომ აი როგორც გექცევიან, ისე დაუბრუნოთ. ანუ თავი კი არ გაასრულებინოთ ვიღაცას, ან კი არ ავარდეთ, რომ აი ესე რატომ ეკცევი. არა. თქვენც გამოიჩინეთ საკმარისი ცბიერება. ეგ რო ეგრე გექცევათ, თქვენ სანაცვლოდ რაღაც თქვენი სარგებელი ეცადეთ, რომ მიიღოთ ამ ყველაფრისგან. ამ ადამიანის დამოკიდებულება, როგორია თქვენთან მიმართებაში, მესამე ვარიანტი, აბა. რა ხდება მესამე ვარიანტთან? ამ ადამიანის დამოკიდებულება. მესამე ვარიანტში ამ ადამიანის დამოკიდებულება ახლა არის ესეთი, რომ აი ძალიან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა რომ შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, ნელ-ნელა მოიპოვოს თქვენი ნდობა, კეთილგანწყობა, შეგაჩვიოთ თავისი თავი თქვენს ყოველდღიურობაში. უნდა რომ მაქსიმალურად თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, რომ თქვენგან მიიღოს აღიარებაც, ყურადღებაც, შექებაც, კომპლიმენტიც, ასე შემდეგ. იცოდეთ, რომ ეს ადამიანი სულ გაკვირდებათ, აი ცდილობს, რომ ყველაფერი გაიგოს თქვენზე, ანუ აი დაწყებული სოციალური ქსელებიდან, რომ ვინ დაგიკომენტარათ, ვინ დაგილაიქათ, ახალი ფოლოვერი ხო არ გყავთ თუ მეგობარი თუ რაღაც ხო? აი სულ გაკვირდება, თუ საერთო ნაცნობი გყავთ, მეგობარი გყავთ, მათგან შეიძლება ცდილობდეს, რომ თქვენ შესახებ რაღაცები სულ იცოდეს. და ამ ადამიანის კიდე ეგეთი დამოკიდებულება არის, რომ თითქოს მან რაღაცა გააკეთა, აი რაღაც მანიპულაციური, როგორ გააკეთა ამ ადამიანმა და ეხლა ელოდება მაგის შედეგს. აი რაღაცით იმანიპულირა ამ ადამიანს. რას ეხება? მესამე ვარიანტში ეს მანიპულაცია კონკრეტულად რა ფორმით, რა საკითხთან მიმართებაში რას ეხება? აი თქვენთვის ასურველი რო ყოფილიყო, თქვენ სივრცეში რო შემოგეშვათ ეს ადამიანი და აი აბეზარი ტიპი რო არ ყოფილიყო თქვენ ცნობიერებაში, კი არა, აი ვითომ ძალიან დინჯი და გაწონასწორებული და ვითომ ძალიან სერიოზული. მოდი ვიკითხოთ რეალურად ამ ადამიანის ზრახვები, ამ ადამიანის რეალური ფიქრი. მოდი ჯერ განზრახვა ვიკითხოთ რა მესამე ვარიანტი. ამ ადამიანის განზრახვა თქვენთან ურთიერთობაში რა არის? აი რისთვის შემოვიდა ეს ადამიანი? ან რო ვთქვათ, გაგიცნოთ და დაგიახლოვდოთ, მისი ზრახვები თქვენთან რა არის? საინტერესოა. ამ ადამიანის ზრახვები არის ის, რომ მისი ემოციური და ინტელექტუალური მხარე იყოს გაზიარებული თქვენთან, რომ ეს იყოს რაღაცნაირად თანაბარი და თანასწორი ურთიერთობა. გარკვეულწილად ვნების და სექსუალური ლტოლვის ასპექტიც არის, რა თქმა უნდა, ახლა აქ, მაგრამ ერთი უკვე მომენტია, რომ თუ ამ ადამიანმა და თქვენში დაინახა ისეთი პიროვნული თვისებები, რაც თვითონაც აქვს, აი თითქოს ამ ადამიანს სურვილი აქვს, რომ მის გვერდით ყავდეს აი მისნაირი ადამიანი და აი ეგ მომენტი თუ თქვენში დაინახა, მაშინ რაღაცა ითვლის, რომ ძალიან ლოგიკური ფინალი იქნება, თუ კი მერე თქვენ ერთად იქნებით, მაგალითად წყვილში, ხო? აი ხო არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც აქ ეგეთი წარმოდგენა, რომ განსხვავებლები მიზიდავენ ერთმანეთს, არა. ამ ადამიანთან ეგრე არ არის, ამ ადამიანს შეიძლება ვიღაც თავისნაირი და ეს თქვენში თუ დაინახა ეს ინტელექტუალური თავსებადობა, სხვათა შორის ესეც შეიძლება იყოს.
კი, იმტერხულების მეფე და დედოფალი საკმაოდ ინტელექტუალური და განათლებული ხალხია ხოლმე საზოგადოდ. კარგი, ამ ადამიანის ფიქრები ვნახოთ ახლა. რას ფიქრობს მესამე ვარიანტი? ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს? მესამე ვარიანტი სამომრჩევლებს რას ფიქრობს? ბოლოში აურია დასტამინდა რომ საერთოდ რა შუშია, მაგრამ აი გავაჟღეროთ, იქნებ თქვენ მიხვდეთ თქვენ შემთხვევაში. ნუ ამ ადამიანის ფიქრები და განწყობა რა, ნუ ფიქრები არის ესეთი, რომ თქვენ ხართ ძალიან შემდგარი, რეალიზებული ადამიანი, ზოგადად თქვენს ცხოვრებაში, თქვენი სიუხვე გაქვთ როგორც ფინანსური, ისევე ინტელექტუალური, ენერგეტიკული და ხო არის შეიძლება თქვენს წარსულ ურთიერთობაზე აქ რაღაც ესეთი შთაბეჭდილება შექმნილი, შეიძლება თქვენ გააზიარეთ თქვენი დამოკიდებულება პარტნიორული ურთიერთობის მიმართ და რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება აქვს თქვენზე, რომ აი თითქოს იმდენად ორიენტირებული ხართ საკუთარ თავზე, რომ შეგიძლიათ რაღაც გრძნობები, ემოციები მეორე პლანზე გადაწიოთ და თქვენი კარიერა, თქვენი კეთილდღეობა უფრო წინა პლანზე წამოწიოთ. ეს ახლა ამაში ცუდი არაფერი არ არის, ჯერ ადამიანი საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს და მე ყველა სხვა დანარჩენზე ლოგიკურია. მაგრამ რაღაც ესეთი ამბავი შეამჩნია, რომ აი თქვენ თითქოს აი არც გედარდებათ, რომ ვინმესთან ურთიერთობა დაასრულოთ ერთი ხელის მოსმით, მარტო იმიტომ, რომ თქვენ რაღაც სხვა გეგმები გაქვთ რა. უფრო შთაბეჭდილება გავარკვიეთ. ხო, მისი შთაბეჭდილება თქვენზე. მესამე ვარიანტი არის კიდევ რამე, რაც უნდა ვიცოდეთ. რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ, რომ თქვენს ინტუიციას უსმინოთ რა. აი ტარო გეუბნებათ მაგას, რომ საუკეთესო ინსტრუმენტი ამ ადამიანთან საურთიერთობოდ არის გაცრავად არის თქვენი ინტუიცია. შეხედეთ არკანს. აი ეს ბროლის ბურთთან ზის ეს ქალბატონი და იყურება ამ ბროლის ბურთში მომავლის დასანახად და გასარკვევად და ეს თქვენი ხო და ნუ ბროლის ბურთში ჩახედვა ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ კარგი და ესეთი სუფთა გამტარია ადამიანი, კარგი ინტუიციის მქონე და აი ეს თქვენი ინტუიცია იქნება თქვენი ინსტრუმენტი იმისა, რომ ესე ნათელი მოეფინოს ყველაფერს ამ ადამიანთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს არკანი მზეც მოყვა და ესეთი გაშლა გამოვიდა მესამე ვარიანტთან. ჩემს ძვირფასებო გელოდებით კომენტარებში, ლაიქებში, ასევე თქვენს მეგობრებს შეგიძლიათ გადაუზიაროთ, ვისაც იცით რომ უყვარს და ინტერესებს ტაროს გაშლები, ხო? ამით ჩემს არხსაც ძალიან დაეხმარებით, მეც ძალიან დამეხმარებით, თქვენს მადლიერებასაც გამოხატავთ, თქვენს მეგობრებსაც სავარაუდოდ მისთვის საჭირო და საინტერესო საკითხსაც პასუხებს მიიღებინებთ და ამგვარად მე უნდა დაგემშვიდობოთ და მანამდე შეგახსენოთ, რომ პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. ეხლა გემშვიდობებით, ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ ნახვამდის.